ჩემო პატარა. ბიჭო, სახელი დაარქვით, ბავშვ ცოდუაჩ. ცოდო რატოა? ცოდო შენახა, რა ეგეთი სახელი ოქინა. სერამ ხელა გაზრდილაჩ. ჯენს არ დახარ, ბიჭო, კიდე გაიზდებაო, ექიმა გვითხრა. ამე გაძინებთ ის? ენაირი კითხვა დასვა, უყურე ეხლა ამას რა. ამა როგორ უნდა დაგვაძინოს, ბიჭო, აქეთ ვაძინებ ჩვენა. ილოცა ვისე გამიხარდა ქიშოს ამბავი. მადლობა, რახან მაღაზი აღარ მომიწევს, ფიქრი რაღა მიჭირს. კაია, კაი. ხო და ბიჭო, დღესა შაურმებზე გვეპატიჟებიან, გაიგე? ციხიდან გამოსვლა აღნიშნოთო და წამო. ბიჭო, იმ გოგოს ნახვა მინდა რა. და სტომატოლოგიურში უნდა მივიდე უეჭველი. ჭამე და მერე წადი. არა, ჩემ არა, 1-2 საათი წავიმუშავებ და მერე წავალ აუცილებლად უნდა ჩავიდე იმ გოგოსთან რა. აი, ჩონის განეშე ხო დარჩი და მე ვატყობ კბილის განეშეც დარჩელი შენ. რა? შენ არ წამოყვან? აუ, არა, მე ვერა. რატო? მთელი ღამე არ დამაძინა ბავშვმა გუშინ. ტირო და შენ გეძინა და ვერ გაიგედა. სახში მრჩევნი არა ყოფნა. მე გეტყვით ძალიან მაგარს რა. ჩემი შვილი ზაესე რო ტიროდა, ყურსასმენები დავითრიე და მთელი ღამე ვუსმენდი მძიმე როკს. ვერაფერი ვერ გავიქე, ძმაო. ასულელია გეუბნები. იმიტომაც გამოგაბუნძულეს სახლიდან, ეგეთი ყურადღებიანი რო ხან. წამონდი რა. აუ, მახო გთხოვ, არ გეწყინოს რა. სახში მრჩევნია ყოფნა. დავიძინებ, გამოვიძინებ ნორმალურად. ხო, კაი, მაშინ მე წავალ მარტო. ბიჭო, კაკუები დაუჭერიათ. მართლა, ბიჭო? რატო? აბა მე რა ჩემი ფეხები ვიცი. ძალიან კაი, მაშინ იყვნენ იქ და მიყარონ კაკალი. სადა? რა სადა? სად უნდა დაგიყარონ? რა უნდა დამიყარონ, მიყარონ თქო, ბიჭო. ვინა? კაკოებმა. კაკოებმა უნდა გიყარონ? გემუქრებიან კიდე, ბიჭო. რა გინდა, ბიჭო, რატო ვერაფერს ვერ იგებ? მის დღემში გამაგები ერთი. მის დღემში? შენ რაღაცას ხვანაირად ლაპარაკობ. ენა ხო შეგიცვალეს ლენგვიჯიდან და შენ ჩემალინალინულინა. აუ დამანებე თავი რა ეცი. რაღაცა უცნაურად საუბრობს, არა? გვენახართ ხო გამოძახებაზე? აი, რას ხედავ, ან ვის ხედავ? შეყვარებული წვილიზის. რა შეყვარებული წვილი, ჩემი დედამიწა, რას რა, თქვენ მეკითხებით, თორემ მე რა ვიცი. მე მიტო გეკითხები, მე რო შეყვარებულიო მითხრა კი არა, რაღაცა სხვა რაღაცა რომ მითხრა. რა ვიცი. რა ჭორებს აგორებ ამ ხელაკაცს, ჩემი დაჯექი ახლა ნერვები არ მომიჩალო, ბიჭო, მანქანაში. შეყვარებული წვილიო, ჭორიკანი. ბეჯან, სიმართლე გითხრა, ვერ ხვდები რას ემსახურება შენი გამოჩენის ამბავი. ძალიან ავნერვიულდი. უბრალოდ არ მინდა რომ პრობლემები შემექმნას. თან ხო გითხარი. ჩემმა ქმარმა ეს ამბავი რომ გაიგოს, გაგიჟდება. მოდი, დრო გვაჩვენებს რა და როგორ. არ ავჩქარდეთ.
შენ არავისთან არ წამოგწდეს არაფერი. საერთოდ არავისთან არაფერი არ თქვა. ვითომ არც შევხვედრილ ვარ. მე მოვაღვარებ ყველაფერს. რამე უაზრობას არ გააკეთებ იმედია. სახლში პატარა ბავშვი მყავს. გთხოვ, ნუ ამირებ დაალაგებულ ცხოვრებას, კარგი? კარგი. კარგი. მაშინ მე წავალ. კარგად. დროებით. ფერიო. აბა ბავშვმა არ დამაძინა და სახლიდან ვერ გავალო. არ შემიძლია გარეთ გასვლაო. თუ ენერგეტიკული საყიდად მოხვედი აქ, რომ ენერგიები აგენაზღაურებია. ვერ ხვდები რაზე მელაპარაკები. ვინაი? ვინ? იგი ვინა მითხარი? ეგ არის ბავშვთა ფსიქოლოგი. მართლა? ხო. რა კარგია. აი მეც მაინტერესებს, იმიტომ რომ ჩემს ბავშვზე უნდა ვკითხო რაღაცა ერთი ვაჟბატონს. ვიცოდე, ფერიო, გთხოვ. მე აგიხსნი რა. მე რას ამიხსნიო? მე რას ამიხსნი? მე არც მაინტერესებს. ტახის უნდა აუხსნა, რასაც ახსნელია. გეხვეწები, გთხოვ. ახლა არ მაქვს მაგის თავი და თან ვერაფერს ვერ გეტყვი. რატო? მომისმინეება? ტახი არის ჩემი ძმაკაცი. და კაკრას ეხა რუსთავში მიდივარ, უნდა შეუვარო ოფისში, რაღაცა საქმე გვაქვს. და არ მინდა რომ დამნაშავედ გძნობდე თავს. და სანამ ჩავალ იქ რუსთავში და ტახის ვნახავ, მანამდე მოაგვარე ეს ყველაფერი, რომ უხერხულად არ ვიგძნობ თავი. წადი ახლა. მე ვერ წავალ, ჯერ შენ წადი. მე რო წავიდე, შენ მე აქ შეხვალ. იგი აღარ არსებობს, უკვე ევო. აღარ არსებობს, იგი იმას დედა ყავს? ალბათ კი. არ ყავს იმას დედა ევო. აღარ ყავს. ზუზუ აკა ორი ოწერია. კოორდინატია. კოორდინატა 2-2 რა თუნდა კაცო. ესე იგი ეს განძი არის ტბის პირასაა. ტბა არ არის ეგა ბიჭო. წეღანა დამესხა წვენი ზედა. ვაიმე რა ფეთხუმი ხარ ზუზუ, რა ფეთხუმი. აბა ეხლა როგორ უნდა მოვძებნო? ოძებდით მოვძებნით, მაგრამ ბიჭო რა უყავი იმ კაცსა ბიჭო? დაუპეი რა. ვაი და გამოუშვენ ზერელეი ციხიდანა. ხოდა ხოცამს ორივეს რა. ეგა რა ფიქრი მაქვს? მაგარი პლასტიკური ქირურგი გავჩითე. დაურეკე. ძალიან მაგარ ოპერაციებს აკეთებს. ვერაფერს ვერ გაიგებ. ესე იგი, შენა და მეგზასები მე კიდე შენა. რა შემაწყობს ეგა? ისა შეზე უფრო არის გაბრაზებული და. რომ იმაკლას სადმე. ტახი მოდის ეხლა. არავით არის ხმა და კრინკი. აშენებით ვინჯო ამა. სადა ხარაკამდე კაცო? ერთ წელი შოურმა გააკეთე გენათოლე. ბავშვას ეირნები. ენაცოლოს პაპაი მაგას არა. ტახი, შენა თბილისის ცენტრში ბინებს რაფასები გაქვს უარესი შულო. რა დგინდა? რავი, დამაგდოთ მერგი ერთი ბინაი, ან თქვენი ცხოვრებში რო, ან კიდე გავაქირავებთ. და საიდან ყინდულო? მე რა შეგაინტერესებს ახლა, საიდან აყიდულობთ? ბიჭო, სიგარეტის ფურსა მე გაძლევ და საიდან ყინდულობ ამიხსენი? მონეტიზაციიდანა. იმდროც ჩაგვერიცხა ლაივიდანა 6 ევროი. ვა. მანქანა არ გინდა გიყიდო შვილო. ადრე რომელი მანქანა მოგეწონა, აი ეს ახურუშებული ცხენი რო ეხატა ლოგოზე.
კარგი, ბიჭო, რა მანქანა, არა ისა, რა მანქანა. ტრუსიკი იყიდე შენთვის და ტირიფის ტოტებივით რო აქვს ჩამოყრილი რეზინები. ალო, როგორ ახარ ძუძუ პიცია? ბიძიასან უმეძახი რა. რა ხდება რა არის? ველაპარაკე უფროს და რეკლამაზე დამთანხმდა კიო. აბა რეკლამას აღარ ვაკეთებ ჩვენა და. რატო? პირდაპირ კანალზე გავედით და მილიონებს მივახტით ზედა რა მოკლედ რა. რანაერად? რანაირად ეხა ბიზნესმენის ტვინი ხოიცი სხვანაირად მუშაობს რა. არ გვიღირს ეხა 3000-ზე, 4000-ზე ტილაობა რა. 5000-ზე? როდის მოვიდეთ? როცა გაგეხარ. ხო, კარგი, მაშინ მოვდივართ. რა 3000, რა 4000, რა ტილაობა, ბიჭო. რა იშოვეთ ამდენი? რა ვიშოვე და ბევრი ერთნაირი ქაღალდი. ზედა რავი, ამერიკის პრეზიდენტი ახატია და ბევრი ციფრები აწერია. ვა! რეებს ბჟუტურებ. მანამდე ხო სწევდა ეხლა ნოველებს რა. ერთ წუთი გავა რა. მეც მალე მოვალ რა. ალო. დეისა რა ქვია, დეპარიში ვარ. საშაურმეში. სუდა მავიწყდა ეგა. მოიცა. აი მიკარნახე. ხო. აჰა. კაი, აი გამოვდივარ. მოხსალბარკე? ხო. გახდე. რა და აპლიკაციაში ტახი მახოს რომ წერ პრომოკოდის ვოლში და 60 ლარი გიჭდება. ხო. მაგას ჭირდებოდა განახლება. გუშინ იყო ბოლოვა და დაავიწყდა მახოს. მახოს რო დაავიწყდა ეგ არა უშავს. აქ მუშაობენ პროფესიონალები, რომლებსაც არაფერი არ ავიწყდებთ. გუში ვიყავ მისული და განვახლები. არ არსებობს. ნახე თუ ვინ. 328 კაცი დარეგისტრირდა დღეს. რამდენი 60 ლარი გაიცა? ხადავ, მე რატო არ თქვი? მოიცა დაურეკავ, სადღაც იყო და მაგის გამო მორბოდა. არ დაურეკო რა. სურპრიზად ვეთქვი რომ მოვა. იქნებ ერთხელ მაინც გაუხარდეს რაღაცა ჩემგან, მაგ ჩემი ისას. აი. დავიწყოთ. ხო, დავიწყოთ. ჯიგარო, შენა ტელეფონი ვიდეო ჩაგირთავ და გადაგვიღე რა. აიცადე? აბა მოემზადეთ. რაიცა სად ვინდეთ? წინდა დეკიშენა, სად ვიდიხარ იქ? წინა შენ და დაკი შენ უფრო გეხავ. მე რანაირად თავგევარ არ გამაგიჯო. მაითქა გეუნე შენ გეხარ. ვიცი ხო ეგრე რა, კარგი რა. ამოდი. აი ჩემ ეფხომე რა ერთი და იგივე ცოტა. აბა კაშალე ხელები. დავიწყოთ. გინდა ჩაიძირო ტიტანიკივითა? ნატურალური ქერისა და ხორბლის არომატებში, რომელიც სპეციალურად იწარმოება გერმანიაში ლუცახარს გასტროგრაფტისთვისა. მომძანდით და გემონეთ ჩვენი ლუდი, რომელიც იხარშება აქვე, აი ამ ბაჩონკებში. ჰეი, პუგაჩოვა, გაჩერდი. პუგაჩოვა, გაჩერდი. სელენია ეს დიონი ბიჭო. რა თქმა იყოს კაცო, სელედიონი კი არა კაცო ერთი. ისა ეხლა ჯიგარო, ამათა ჩვენ გავასუფთავებთ, გაიგე? მე ლაზერში გავასწორებ და დავდებ ჩვენ გვერდზე. მადლობა. დიდი მადლობა ძუძუბიძია. ნუ მეძახი ბიძიასა, ხო გითხარი, არა შემოკრა და გაჩერჩეთ რო. მაიტა ჩემი ტელეფონი ერთინცა. ძუძუ დავაღამდა ამის ზედავატირე, წამოის განძივეცებოთ რა.
რაიმე? ვაი შენა და უზრდელი გიასია. რა იყო ბიჭო? ლუკას აღარ აპოულობ. რას ამბობ ბიჭო? გონი იქ დამრჩა. აი მე არ მეჭყო ძუძურა. აი ხმის ამამღები არა ვარ რა. იქვე დაგაკლა მიცოდე რა. როგორც იქნა გავბედე და გადავწყვიტე ყველაფერს ფარდა ავხადო შენი ჩუმი თაყვანისმცემელი ვაიმე ეს რო ევამნახოს ხო დამალაგა ეს ყვავილები გულზე რა იყო რა გიხარია ნახე რა სურპრიზი შენ ქენი სხვა ვინ იზამდა არა კი ფიქრობდი რაღაცას რომ მოგეწონა არა რა უცნაურია რა არის ბიჭო უცნაური და რატო გონია რომ უნდა მომწონებოდა იმიტომ რომ გუშინ შემეძლო სახში წავსულიყავი რო გეძინა ვერ მოვისვენე და მოგიგვარე რომ ეძინა რა მომიგვარე შენ შეგხვარა გაკ ბიჭო გამაფუჭე რა გაგაფუჭეს 60 ლარიანი ფული აღარ ახსენო იცოდე და მომწყდი თავიდან და თორე გესვრი რაღაცას აი მა ჩაგარტყავ თავში დამპალო შენა რა ხდება? ტრაქს რო ვერ ვაყენე ტრაკიც აღარ ახსენო გველო რატო ჩხუბობთ? სუკამათი შეიძლება? დამპალი ესა წადი გადი აქ ნუ გიყურებ შემი თვალები ჩემი ყვავილები სადა? რა თქვი? ჩემი ყვავილები იდო აი აქ. ეს ყვავილი შენია? ხო. შესვენებინა რომ დავბრუნდი, მაგიდაზე დამხვდა. დაქ რატო იდო? ყავა დამესხა მაგიდაზე და გადმოვდე. ვაიმე. აი ხა გასაგებია, ყველაფერი გასაგებია. ო, ბიჭო. ჯერა სიძახთი ისაო რა სიურპრიზიო? რეფერაულს რო გაზდიოდა ვადა, ტახი მახოს. ხო, პრომოკოდზე. ეგ წავედი და გამოვახლებინე. აიმე, მართლა, რასამო, ბიჭო, მე კიდე როგორ ნერვიულობდი, მეთქი დამავიწყდა მეთქი, მოდი უნდა ჩაგეხუისა. იანა და მადლობა. წამო, გოგო, ყავა გამიკეთე, წამო. ეს ყვავილები კიდე შენია და გაუფრთხილდი. ეს გჭირდებათ? ნომერი წერია რაღაც. არა. ვახ
ვა, შენა და ვასკო და გამასიალა. ზუზუ, დედის გვარს გეფიცები, მაგიდაზე დავდეი და მე აღარ ამიღია. სუფთა დემოგრაფიის ხარვეზე ხარ. შენ დაბადებასა ბიჭო, ორი ფიჭვის ხე ამოსულიყო ჭიტლახშია. ჩრდილი მაინც ეკნებოდა რა. გამახსენდა. რა გაგახსენდა ბიჭო? მიდი პასტაპურცელი მომიტანე იმ რუკასა მე დაგიხაზავ. ყველა ხაზი ზეპირად მახსოვს. აბა გააღებე. ვაუ. ჰაი. გზას ვხედავ. ამ გზაზე გოგოს ვხედავ. ენასოთი. ბედი გაგიხსნება. რა საკეთებ შენ მკითხაო? ხო, აბა, 3 დღის წინ გაიკეთე კბილები, კიდე აქ ახარ. ვაი, იმიტომ რომ ისე მომწონს თქვენი კლინიკა, რომ ვერ ვწყდები აქაურობას. ძალიან კარგი. და ეგ ბედი რო გამეხსნება, სად დაინახე? პირის ღრუში? არა, ამიტენში. ჩვენ რა გონია, ვერ ვხედავ? ძმაკაცის ოჯახზე რას მეტყვება, ჩამხედე. წადი რა. არ დაიღალე? წადი, ყველაფერი გაკეთებული იქ. რა გინდა კიდე? ანუ აწი აღარ მომიწევს მოსვლა? კაი ხანი არ მოგიწევს. კბილებს ათეთრებ თქვენ? მე არა, ნინი ათეთრებს. ავიდეთ. კი ბატონო. ნინი ექიმო. შენი პაციენტია. რას ვიკეთებთ? კბილების გათეთრება მინდა. დღეს რაღაცა არ ხარ ხასიათზე. ხო. რატომ? ხომ მშვიდობა გაქვს? ჩემი ძმები დაიჭირეს და უი. და რატო? რა ვიგრძენი ამბავია. ხო და მომიყევი და დაგეხმარები. მართლა შეგიძლიათ ახმარება? უფ. სადა დედამიწას ყავა შეწუხებული იმის გამო, რომ დახმარება ჭირდებოდათ. და შენი მხელა პატევი მეცი უარს როგორ გეტყვი? უბრალოდ მომიყევი, აბა? მოკლედ რაღაც ბიზნესი აქვთ რა ჩემს ძმებს. თავისი კომპანიები და ვიღაცებმა ყალბი ფული ჩაუდეს, გაუჩალიჩეს. და ვინ? ტახიმახო თუ რაღაც ეგეთი ქვია, არ ვიცი. გადაეკიდა და ბოლოს იმდენ იქთან დაეჭერინა. ზოგი რა ზოგი ძალიან ნაბოლარა ზოგი რა. და ვინ არიან შენი ძმები? კაკოები. ეხა წავალ, ამის მოსაგვარებლად ცოტა უნდა ვიფიქრო, იმიტომ რომ თუ გართულდა ეს кейსი, მერე ოდეში რაც მოვერწ არის. უკაცრავად. დიახ. ეს ფული ყალბია. კაი. პანიკების გარეშე და 2 წუთში ჩავარიცხინებ, კარგი? კარგით. რა შობოდით დღეს სამსახურში? არაფერს. ვერიონი ხომ არ ყოფილა? არა,
არც დაურეკავს? კი, დამირეკა. რა? არაფერი, რაღაცებს მებოდიანებოდა. სხვათა შორის შენზეც მითხრა, ხო არ დაურეკავსო? და რა ხდება დღეს, რა არის? აჭრილები ხართ მგონი ორივე. არაფერი რა უნდა ხდებოდეს, ზე კითხე უბრალოდ. როდის აქე დაინტერესდი ვერიონითა? აი მაგ ხო ისე ვიკითხე. რატო იკითხე? ჰა? მოკლედ შენი აქ ყოფნას წყენის ხომე ბავშვსა რა. აქ რო არ იყავ ისე კარგა ეძინა ხმა არა მოუღია. სად იყავი? მე? არა, მამა ჩემი. არსად ბავშვისთვის ბაღის ამბის გაგება მინდოდა. რა ბაღისა, კანო? ნორმალურად ხარშენა? რა ბაღისა? ალო. ხო, გისმენ. რა? რა სამო? ხო, გამოვალ, აბა, რას ვიზავ, ბიჭო. ისა, ჩემი საფულე, სად არის? სადა გაგროდი საქუდა საფულე? ხო, მართალი ხარ ისა. მოიცა გაგაცილე. შენ დაგელაპარაკები მე. ტიტა შენ აქ რა გინდა? გამარჯობა. ხომ თხოვე პრობლემებს ნუ შემიქმნითქო. მაინც მომადგა სახლში. თქვენი აზრით ვინ არის ბეჟანი? დაწერეთ კომენტარებში. არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა.